საქართველოში ინფლაციური მოლოდინები უარესდება. ეროვნული ბანკის გამოკითხვის თანახმად იანვარში დეკემბერთან შედარებით ბიზნესში ინფლაციური მოლოდინები გაიზარდა. გაზრდილია იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე სხვადასხვა პროდუქციასა და მომსახურებაზე ფასების ზრდას 6-8%-ის ფარგლებში ვარაუდობენ. ამასთან დაკლებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც სამომხმარებლო ფასების ცვლილებას უფრო დაბალ ინტერვალში ელის. დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში სასურსათო პროდუქციაზე ფასების სხვადასხვა პროცენტულობით უკვე გაიზარდა. რისი მიზეზიც ლარის მერყეობასთან ერთად ისეთი ფაქტორებია, როგორიცაა სავაჭრო ქსელების მხრიდან კონტრაქტების განახლება, ასევე დიდგაბარიტიანი მანქანების გადაადგილებაზე დაწესებული ახალი რეგულაცია. ასოციაციაში ამბობენ, რომ აღნიშნული ფაქტორები ფასებში ჯერჯერობით სრულად არ ასახულა, ამიტომ პროდუქციის შემდგომი გაძვირება გარდაუვალია. უმრავლეს პროდუქციაზე რაც გვაქვს, ფასი უკვე გაზრდილი არის. ეს შეიძლება იყოს რაღაცა 5-10 თუ 15 რიგ შემთხვევაში მეტი 20%-ითაც კი. მათ შორის თუნდაც ხელშეკრულების განახლების პროცესში, რომელიც დღეს მიმდინარეობს, თქვათ, რიტეილ სექტორთან, ეს შეიძლება მერყეობდეს 20%-მდეც და მეტზეც გამომდინარე იქიდან, რომ ნებისმიერ დამატებით გადასახადი, რომელსაც აწესებს საცალო ვაჭრობის ქსელური ობიექტი, ისახება იმ ფასში, რომელი ფასიც მომხმარებელს ხვდება საბოლოოდ თაროსი. ასევე ნეგატიური გავლენა იქონია გაბარიტული სატრანსპორტო საშუალებების შეზღუდვამ გარკვეული კატეგორიის პროდუქციაზე და იმ ფასებზე, რა ფასებითაც დღეს მომხმარებელს ხვდება თაროზე და ეს გაზრდილი ნაწილიც კიდევ უფრო აისახება უახლოეს პერიოდში, როდესაც მაქსიმალურად მოხდება სადისტრიბუციო კომპანიების დატვირთვა ჩვეულ რეჟიმში. მიზნობრივ 3%-ზე მაღალ ინფლაციას ელის წელს ეროვნული ბანკიც. სების ბოლო მონეტარული პოლიტიკის ანგარიში აღნიშნულია, რომ საბაზო პროგნოზით 2025 წლის მეორე ნახევარში ინფლაცია დროებით გადააჭარბებს 3%-იან ნიშნულს, რის შემდეგაც წლის განმავლობაში საშუალო ინფლაცია 4,2%-ის ფარგლებში იქნება. როგორც PMC კვლევითი ცენტრში ამბობენ, გლობალურ ბაზრებზე არსებულ გაურკვევლობასთან ერთად ინფლაციურ მოლოდინებზე გავლენა ქვეყანაში შექმნილ არასტაბილურობას და ლარის მერყეობასაც აქვს, რის გამოც მოლოდინია, რომ წელს ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე მაღალი იქნება. შესაბამისად, სავარაუდოდ ეროვნულ ბანკს გარკვეული პერიოდი გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება მოუწევს. ყველა ის მაჩვენებელი, რომელიც განაპირობებდა ქვეყანაში უცხოური ფულადი რესურსების შემოსვლას და შესაბამისად დოლარის შემოდინებას და ეს გავლენას ახდენდა ლარის ზემოთხოვნის ზრდაზე, შემცირებულია გულისხმობ როგორც პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, ასევე ფულად გზავნილებს. შესაბამისად, მოთხოვნა ლარზე შემცირებულია, მეორე მხრივ ეკონომიკაში არსებობს გაურკვევლობა, რაც ლარზე აისახება უარყოფითად. მიუხედავად იმისა, რომ ლარის გაუფასურება ერთ-ერთში არ აისახება ინფლაციაზე, ჩვენ ვიცით, რომ არის ძალიან მაღალი კორელაცია ამ ორ ფაქტორს შორის. შესაბამისად, მოსალოდნელი არის, რომ ინფლაცია გაიზრდება. თავდაპირველ სცენარში მოსალოდნელი იყო, რომ ეს იქნებოდა დაახლოებით მიზნობრივ მაჩვენებელთან. ამ შემთხვევაში არის ცოტა უფრო მაღალი, ვიდრე მიზნობრივი მაჩვენებელი. მიზეზი არის ის, რომ ეს გაურკვევლობის წარმოქმნელი ფაქტორები ზე მოლოდინი არსებობდა, რომ შედარებით მოკლე პერიოდში აღმოიფრქვეოდა, თუმცა ეს ფაქტორები არ გამქრალა, ეკონომიკაზე კვლავ ახდენს გავლენას და შესაბამისად მათი გავლენა უფრო გრძელვადიანი და უფრო უარყოფითია, ვიდრე ეს თავდაპირველ სცენარში იყო მოსალოდნელი. ინფლაციური მოლოდინების გაუარესების პარალელურად იანვარში დეკემბერთან შედარებით მოლოდინები ხელფასების ზრდის მიმართულებითაც შემცირებულია. კერძოდ, ეროვნული ბანკის გამოკითხვის თანახმად დაკლებულია იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 10-20%-ის ფარგლებში ელოდება. როგორც ბიზნეს სექტორში აცხადებენ, ქვეყანაში შექმნილი არასტაბილურობის და მოთხოვნის კლების ფონზე უახლოეს მომავალში დასაქმებულებისთვის ანაზღაურების ზრდას ვერ მოახერხებენ. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, რეალურად ცოტა რთული არის პერსპექტივა დაინახო და რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში ბიზნესი ვერ დაგეგმავს თვალნათლივ მის მომავალს. შესაბამისად, სტელფასებს შეეხება, რეინვესტირება შეეხება, ინვესტირება თუ განვითარებას, ეს ვერ იქნება დღევანდელი გადასახედიდან რეალური გადადგმული ნაბიჯების შესაძლებლობა. ტურისტული სფერო, სადაც ტურისტებს მოლოდინი უნდა გქონდეს რეალურად ამ თვეში ჯავშნების რაოდენობა არ იზრდება, შესაბამისად შედეგიც ვერ იქნება სამწუხაროდ სახარბიანი. ის მოლოდინი, როსაც ბიზნესი შეძლებს ხელფასების ზრდას, სამწუხაროდ არა გვაქვს
და ჩვენ წევრი კომპანიებისგან არ ველოდი ან მიღებული ინფორმაციით არ ახდენენ უახლოეს პერიოდში. მიზეზი არის ხო ის მოცემულობა, რომელ მოლოდინებშიც ბიზნესი ვერ ხედავს სტაბილურ ნაწილს სამომავლოდ და შესაბამისად ის აქტივობები შენელებულია და ფიზიკურად მოკლებულია თუნდაც შესაძლებლობას მოახდინოს დამატებით სახელმწიფო ფონდის გაზრდა. იმაზე, რომ მიმდინარე წელს დიდი ალბათობით ინფლაცია დაჩქარდება, ოფიციალური მონაცემებიც მიუთითებს, რომლის თანახმადაც ბოლო თვეების განმავლობაში ფასების ზრდის ტემპი დაჩქარდა და იანვარში ინფლაციის დონე 2%-მდე იყო გაზრდილი. საქართველოში იმ ფიზიკური პირების რაოდენობა, რომლებიც კრედიტს ვერ იხდიან, ბოლო 1 წლის განმავლობაში 2000-ზე მეტით, ბოლო 1 თვეში კი 1000-ით გაიზარდა. კრედიტ ინფოს 2025 წლის იანვრის სტატისტიკის მიხედვით 30 დღიდან ვადაგადაცილება 369,311 პირს აქვს. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეგრეთ წოდებულ შავ სიაში 367,031 პირი იყო. 2024 წლის დეკემბერში კი 368,310 ადამიანი. აღსანიშნავია, რომ 369,311 ფიზიკური პირიდან, რომლებიც ცესხს ვერ იხდის, 96,301 კომერციული ბანკების კლიენტია, თითქმის 300,000 ადამიანს ცესხი მიკროსაფინანსო კომპანიისგან აქვს აღებული, ან ცესხის გამცემის სუბიექტისგან. 7,082 კი სალიზინგო, სამშენებლო ან სხვა ტიპის კომპანიის მცესხებელია. საერთო ჯამში 2025 წლის იანვრის მდგომარეობით საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1,992,828 ადამიანს აქვს, ჯამში 51,923 მილიონ ლარზე მეტი. მიწის ნაკვეთების ბაზარზე ფასები იზრდება. ბროკერების ნაწილი აღნიშნავს, რომ თბილისის შემოგარენში რიგ არეალებში 1 კვადრატული მიწის ღირებულება თითქმის გახუთმაგებულია. მიზეზი მწირი მიწის ფონდი და მზარდი მოთხოვნაა, რომელსაც მიწოდება ჩამორჩება. იკლებს საინვესტიციო მიწების რაოდენობაც, რაც ამ კატეგორიის ნაკვეთებზე ასევე ფასების ზრდას იწვევს. როგორც ირკვევა არაბული ემაარის მიერ საქართველოს უძრავი ქონების სექტორში, შეცვლის დაანონსებიდან რამდენიმე დღეში ფასები გაიზარდა თბილისის შემოგარენში და გონიოში არსებულ მიწის ნაკვეთებზე. როგორც კომპანია ბინარეას დამფუძნებელი აცხადებს, აღნიშნული პროექტიდან გამომდინარე, გაზრდილია მიმდებარე არეალებში უცხოელების მხრიდან მიწის შესყიდვით დაინტერესებაც. ირმა ელბაქიძის თქმით, ამ ეტაპზე ძირითადად მოთხოვნა ფიზიკური პირებიდან მოდის და ქვეყანაში შექმნილი გაურკვევლობიდან გამომდინარე, ბიზნესი შედარებით თავშეკავებულია. რამდენიმე ტერიტორია არის გამოკვეთილი იმის მერე, რაც განსაკუთრებით ემაარის პროექტი დაანონსდა, ზუსტად ემაარის პროექტის გარშემო ტერიტორიებზე, აჭარის რეგიონშიც და ასე თქვათ თბილისისკენაც გააქტიურებულია საკმაოდ. გვაქვს ძალიან საინტერესო ესეთი შემთხვევები, ადგილზე სადაც შარშან ყიდით $5, დღეს იგივე ადგილი, იგივე ტერიტორია იყიდება $25 კვადრატული მეტრი. შესაბამისად, მატება არის საკმაოდ დიდი ფასებთან მიმართებაშიც. თბილისში ლისის ტბის მიმდებარედ 1 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის ღირებულება $200-დან იწყება, საგურამოში ფასი $80-დან $150-მდე მერყეობს. საქართველოს უძრავი ქონების სააგენტოს დამფუძნებელი აცხადებს, რომ ფასი ბაზარზე თითქმის 100%-ით არის გაზრდილი. მცირდება საინვესტიციო მიწის ნაკვეთებიც. ფასი ამ სეგმენტში 1 კვადრატულ მეტრზე $100-დან იწყება და $200-მდე ადის. მიწის ნაკვეთებზე მოთხოვნა პოსტპანდემიური პერიოდის შემდეგ მკვეთრად იზრდება და ეს ტრენდი მუდმივად ნარჩუნდება. განსაკუთრებული მოთხოვნა რასაკვირველი არის ქალაქში და თბილისთან მიმდებარე ტერიტორიებზე. ისი ტოპოგრაფიის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ ამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში 100%-ით გაიზარდა თბილისის მიმდებარედ მიწის ნაკვეთების ღირებულება. ასევე საკმაოდ დიდი მოთხოვნა არის საგურამოს ტერიტორიაზე, რაც შეეხება საინვესტიციო მიწის ნაკვეთებს. მათი რაოდენობა მუდმივად მცირდება და ერთ-ერთი მსხვილი კომპონენტი, რის გამოც ესე ვთქვათ, კვადრატულის ღირებულება კორპუსებშიც იზრდება, არის ზუსტად მიწის ნაკვეთების ღირებულების ზრდა. ის რომ მიწის ნაკვეთების ბაზარზე ფასები იზრდება, ადასტურებს პროექტ შინვუდის მმართველი პარტნიორიც. შინვუდის პროექტი საგურამოს მიმდებარედ ხორციელდება და ბაზარს კომუნიკაციებით ინდივიდუალურ სააგარაკე მიწის ნაკვეთებს თავაზობს. პროექტის მმართველი პარტნიორი ამბობს, რომ ფასები ბოლო 1 წელიწადში თითქმის გაორმაგებულია. ინტერესი არის, თუმცა ნიკოლოზ ქევხიშვილის თქმით, ქვეყანაში შექმნილმა პოლიტიკურმა არასტაბილურობამ მოთხოვნაზეც იქონია გავლენა. დაწყის ფასებთან შედარებით თითქმის გაორმაგებული არის ფასები ჩვენს პროექტში, ასევე ჩვენი პროექტის მიმდებარე არეალებში დაახლოებით 2-ნახევარჯერ არის მიწის ფასები გაზრდილი.
მოთხოვნა აი ამ პერიოდის განმავლობაში შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, რომ მზარდი არის, თუმცა მნიშვნელოვანი არის ის ფაქტორი, რომ უკანასკნელი 2 თვის 2 თვენახევრის განმავლობაში შეინიშნა მოთხოვნის შენელება, მაინც ელოდებიან პოლიტიკური სიტუაციის დასტაბილურებას. უძრავი ქონების ბაზარზე მოქმედი კომპანიები მიწის ნაკვეთებზე მოთხოვნის და ფასის კლებას წელს არ ელოდებიან. ფინანსთა სამინისტროს 2025 წლის იანვრის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო ვალის ამსახველი ანგარიშის მიხედვით ვალის მთლიანმა მოცულობამ დოლარში 8.54 მილიარდი შეადგინა, რაც წინა წლის იანვართან შედარებით 209 მილიონი დოლარით ნაკლებია. თუმცა ეროვნულ ვალუტაში გამოსახული ვალის მოცულობა პირიქით 1.9 მილიარდი ლარით არის გაზრდილი და ის 24.6 მილიარდ ლარს შეადგენს. ლარში გამოსახული ვალის მატება ეროვნული ვალუტის გაუფასურებას უკავშირდება, თუ კი 2024 წლის იანვარში საგარეო ვალის დაანგარიშებისას 1 დოლარი 2 ლარი და 68 თეთრი ღირდა 2025 წლის იანვარში მისი კურსი 2 ლარი და 87 თეთრია, რაც 7%-იანი გაუფასურებაა. კურსის ვარდნამ კი ლარში ვალის ნაშთი 1.9 მილიარდი ლარით გაზარდა. რაც შეეხება თავად დოლარში წლიურ ჭრილში ვალის მოცულობის 209 მილიონი დოლარით შემცირებას, ისიც გაცვლითი კურსის ეფექტს უკავშირდება, თუმცა ამ შემთხვევაში ევროს კურსის ცვლილებას. საქმე ისაა, რომ საქართველოს საგარეო ვალის 59% სწორედ ევროში არის ნომინირებული, ხოლო ევრო ერთ წლიან ჭრილში დოლართან მიმართებით გაუფასურდა 2024 წლის იანვარში 1 ევრო 1.8 დოლარი ღირდა, ხოლო ამჟამად მისი ფასი 1.4 დოლარია. გაუფასურება 4%-ია. ეს გაუფასურება კი ამცირებს ყველა იმ საგარეო ვალის ღირებულებას, რომელიც ევროში არის ნომინირებული. ეს სავალუტო ეფექტი ვალის მთლიანი პორტფელის 209 მილიონი დოლარით შემცირებაში აისახა. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ლარი დოლართან უფრო მეტად გაუფასურდა, ვიდრე ევრო დოლართან, ვალის მთლიანი ნაშთი შემცირების ნაცვლად გაიზარდა. რაც შეეხება ვალის პორტფელს, საქართველოს საგარეო ვალი უმეტესწილად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიმართ არსებული ვალებისგან შედგება. მათ შორის პირველ ადგილზე აზიის განვითარების ბანკი, რომლის მიმართ ვალი 2.3 მილიარდ დოლარს შეადგენს, მეორე ადგილზეა მსოფლიო ბანკი, რომლის მიმართ ვალის ნაშთი 2.1 მილიარდი დოლარი. 2024 წელს აგროდაზღვევით დაზღვეული ფართობის შემცირდა. სოფლის განვითარების სააგენტო აგროდაზღვევის პროგრამას 2014 წლიდან ახორციელებს. სამინისტროს 2024 წლის ანგარიშის მიხედვით პროგრამით დაზღვეული ფართი გასულ წელს 16433 ჰექტრამდე შემცირდა, მაშინ როცა 2023 წელს 16641 ჰექტარი იყო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიშის მიხედვით 2024 წელს პროგრამაში განხორციელდა ცვლილებები, რომლის მიხედვით შესაძლებელია დაიზღვეს არაუმეტეს 20 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გარდა მარცვლეული კულტურებისა, სადაც მიწის მაქსიმალური ფართობი 100 ჰექტარს შეადგენს. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემთხვევაში სადაზღვეო პრემიის მაქსიმალური ოდენობა 50000 ლარია, ხოლო დასაზღვევი მიწის ნაკვეთის ფართობი შეუზღუდავია. ასევე მოხდა სადაზღვეო ტარიფების მინიმუმის და მაქსიმუმის განსაზღვრა რეგიონის კულტურისა და სადაზღვეო რისკის ზომის მიხედვით. მზღვეველს შეუძლია ცვალებადი ტარიფი შესთავაზოს ბენეფიციარს. ენგურჰესისთვის ტარიფის დადგენის წესი შესაძლოა შეიცვალოს. პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტი პირველი მოსმენით დაჩქარებულად ქართული ოცნების 5 წევრმა განიხილა. პროექტის მიხედვით ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების გაანგარიშების დროს ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის მიერ წარმოებული და აფხაზეთისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის ოდენობა ტარიფში არ იქნება გათვალისწინებული. ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის გაანგარიშებისას გაითვალისწინება ელექტროენერგიის მიერ გამომუშავებული და აფხაზეთში უსასყიდლოდ მიწოდებული ელექტროენერგიის რაოდენობა. წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, სემეკი ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების გაანგარიშების დროს უფლებამოსილი იქნება არ გაითვალისწინოს ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადების მიერ წარმოებული და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიწოდებული ელექტროენერგიის ოდენობა, რაც თავის მხრივ ხელშეუწყობს კომპანიის ფინანსურ გაძლიერებას და მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას. კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ აფხაზეთის უფასო ენერგომომარაგება დიდ ფინანსურ ტვირთად აწევს ენგურჰესა და ვარდნილჰესების კასკადს. როგორც პროექტში აღნიშნული, ბოლო 5 წელში ენგურჰესის გამომუშავების თითქმის ნახევარი აფხაზეთზე მოდის და ოკუპირებული ტერიტორიისთვის ელექტროენერგიის უსასყიდლოდ მიწოდების გამო კომპანია შემოსავლებს კარგავს. ამასთან ზამთრის პერიოდში, როდესაც აფხაზეთის მოხმარების დასაკმაყოფილებლად ენგურჰესისა და ვარდნილჰესის სრული გამომუშავებაც კი საკმარისი არ არის, კომპანია იძულებულია ესკოს მეშვეობით შეისყიდოს ელექტროენერგია. პროექტში აღნიშნულია, რომ მზარდი ფინანსური ხარჯის ფონზე კითხვის ნიშნის ქვეშაა კომპანიის გადახდის უნარიანობაც.
კანონპროექტის მიღებით შესაძლებელი გახდება შპს ენგურ-ჰესსა და შპს ვარდნილ-ჰესების კასკადს დაუდგინდეს ტარიფი, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდების ვალდებულების შესრულების პირობებში უზრუნველყოფს სადგურების ფინანსურ სტაბილურობას და მათ მდგრად და საიმედო ფუნქციონირებას. კანონპროექტის მიღების შედეგად შპს ენგურ-ჰესსა და შპს ვარდნილ-ჰესების კასკადისთვის აღნიშნული კანონპროექტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად კომისიის მიერ დადგენილი წარმოების გაზრდილი ტარიფი უზრუნველყოფს სატარიფო მეთოდოლოგიის საფუძველზე განსაზღვრული შემოსავლების სრულად მიღებას და აღარ წარმოიშვება მიუღებელი შემოსავლები. აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შედეგად შესაბამისად აღარ განხორციელდება საექსპორტო ელექტროენერგიის რეალიზაცია. აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შედეგად მიუღებელი შემოსავლების კომპენსირების მიზნით. კომპანიის გაჯანსაღებისა და შემოსავლების ზრდისთვის ქართული ოცნება ენგურ-ჰესისთვის სამართლიანი ტარიფის დადგენის აუცილებლობაზე საუბრობს. უცნობია რა მოცულობის ელექტროენერგია არ უნდა იყოს გათვალისწინებული ტარიფის დადგენისას და როგორი შეიძლება იყოს სამართლიანი ტარიფი. კითხვებზე პასუხები ვერც პროექტის ავტორებისგან და ვერც ენგურ-ჰესისგან მივიღეთ. ენგურ-ჰესის ტარიფი უნდა დაადგინო, რაც იყიდება და საიდანაც რეალურად შემოსავალი არის, მაქედან უნდა დაითვალო, ხო? ანუ რა შემოსავალი შემოუარო ენგურ-ჰესმა იარსებობს, ხო? ვიცით რა მნიშვნელობის არის ეს სადგური ჩვენი ენერგეტიკისთვის და ჩვენი ეკონომიკისთვის ზოგადად ქვეყანაში. ამიტომ ძალიან ლოგიკური არის ეს. ნახავი არის ზუსტად რანაირად არის გაანგარიშებული. შეიძლება აი პირობითად ის თელასი და ენერგოპრო რა ტარიფით იყიდიან, შეიძლება ის ტარიფი ძველი დარჩეს, არ ვიცი და მე ნარჩენი ელექტროენერგიას გაეზარდოს თუ მთლიან ელექტროენერგიაზეა საუბარი, ეს ჯერ არ ვიცი. ენგურ-ჰესის ელექტროენერგიის გასაყიდე ფიქსირებული ტარიფი ამ დროისთვის 1 კილოვატ-საათზე 2.42 თეთრია. ვარდნილ-ჰესის კი 3.6 თეთრი. ენერგეტიკოსები აცხადებენ, რომ ცვლილება კარგი იქნება, თუმცა აღნიშნავენ, რომ თუ ტარიფის ზრდა ექსპორტით არ დაკომპენსირდება, მოსახლეობას ელექტროენერგიის საფასური გაეზრდება. მათი თქმით, მნიშვნელოვანია აფხაზებმა მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდა დაიწყონ. ცვლილების გარეშე მათი განცხადებით ენგურ-ჰესის შესაძლოა საერთოდ გაჩერდეს. გასათვალისწინებელია, რომ ენგურს აქვს კარგი შესაძლებლობები ელექტროენერგიის ექსპორტის. რასაც აკეთებს წლების განმავლობაში ენგური და თუ ეს ექსპორტი დააბალანსებს ზრდას, ტარიფის ზრდას, რომელიცაც გამოიწვევს აი ეს ცვალებადობა, გადმოტანა 40%-ის ხარჯებისა დღევანდელ ტარიფში, მაშინ სამომხმარებლო ტარიფზე წესით გავლენა არ უნდა ქონდეს. აი თუ ვერ დააკომპენსირებს ეს ექსპორტის ხარჯები, ამ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ სამომხმარებლო ტარიფი გაიზარდოს. ენგურ-ჰესისა და ვარდნილ-ჰესის აკუმულირებული ზარალი 8 მილიონ ლარზე მეტია. კომპანიის პროგნოზით მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება. ქართულმა ოცნებამ კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მენეჯმენტის სტრუქტურის შეცვლა გადაიფიქრა და ამ გზით ფულის დაზოგვას აპირებს. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა. 2020 წელს კონკურენციის შესახებ კანონში შესული ცვლილებებით შეიცვალა ინსტიტუციური მოწყობის ფორმა. კერძოდ სააგენტოს მმართველობითი ორგანო უნდა გამხდარიყო პრემიერის წარდგინებით და პარლამენტის მიერ 5 წლის ვადით არჩეული 5 წევრიანი საბჭო. ამ ცვლილების ამოქმედება თავდაპირველად გათვალისწინებული იყო 2021 წლიდან, თუმცა თარიღმა რამდენჯერმე გადაიწია და ბოლო რედაქციით მისი ძალა შესვლა გათვალისწინებული იყო 2027 წლის 1 იანვრიდან. შესაბამისად, ამ დროიდან უნდა გაუქმებულიყო სააგენტოს თავმჯდომარის პოზიცია. თუმცა, როგორც ირკვევა, ქართულმა ოცნებამ შეცვალა საკუთარი ინიციატივა და გადაწყვიტა, რომ სააგენტოს არსებული ინსტიტუციური მოწყობის მოდელი შეინარჩუნოს. კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ ინსტიტუციური ცვლილებების მასშტაბიდან გამომდინარე, მის პრაქტიკაში განხორციელებასთან დაკავშირებით არსებობს რიგი გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია როგორც სააგენტოს ტექნიკურ მატერიალურ რესურსებთან, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტიდან მნიშვნელოვანი ოდენობის ერთჯერადი და მუდმივი წლიური სახსრების გამოყოფასთან. ქართული ოცნების წევრი კანონის ინიციატორი დეპუტატები ცვლილებების დაჩქარებულ განხილვას ითხოვენ, რათა სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის დროს თავიდან აღარ იყოს გათვალისწინებული სააგენტოსთვის საბჭოს შექმნასთან დაკავშირებული თანხების გამოყოფა. მოქმედი რედაქციის ძალაში დარჩენის შემთხვევაში 2026 წელს ბიუჯეტიდან უნდა გამოყოფილიყო დაახლოებით 390,000 ლარი, 2027 წელს უნდა გამოყოფილიყო დაახლოებით 577,000 ლარი, ხოლო საბჭოს 5 წევრის ხელფასებისთვის 384,000 ლარი. მომდევნო წლებში კი წლიურად დაახლოებით 600,000 ლარი. შესაბამისად, ამ ხარჯების გამოყოფის საჭიროება სახელმწიფო ბიუჯეტიდან აღარ დადგება დღის წესრიგში.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით ბაქო-თბილისის სამგზავრო მატარებელი მიმოსვლას მაისიდან დაიწყებს რელიზის მიხედვით, რომელიც ლევან დავითაშვილის უწყებამ გაავრცელა 18 თებერვალს ეკონომიკის მინისტრი აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრ რაშად ნაბიევს შეხვდა, რადგანაც საუბარი შუა დერეფნის მზარდ როლზე იყო და აღინიშნა, რომ ეს ქვეყნებს მეტ დამატებით ღირებულება შეუქმნის. მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლის გახსნის საკითხი, რომელიც მიმდინარე წლის 1 მაისიდან დაიწყება წელი ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე ინფორმაცია თავდაპირველად აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელდა. აღსანიშნავია, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე აზერბაიჯანს საქართველოსთან და სხვა მეზობელ ქვეყნებთან სახმელეთო საზღვარი ჩაკეტილი აქვს. ყაზახეთის რკინიგზამ შუა დერეფანი ამერიკის შეერთებულ შტატებში ტვირთის მიწოდებისთვის გამოიყენა. ყაზახეთის რკინიგზის შვილობილმა კატეზე ექსპრესმა ტვირთი ალმათი-ფოთი ჰიუსტონის მარშრუტით გადაზიდა. კერძოდ სატვირთო მატარებელი ყაზახეთის უდიდესი ქალაქ ალმათიდან გამოვიდა და ფოთის პორტის და ატლანტიკის ოკეანის გავლით ჰიუსტონში ჩავიდა. ტვირთის მიწოდება 16 თებერვალს დასრულდა. ეს გადაზიდვა გახდა მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც ადასტურებს კატეზე ექსპრესის მზადყოფნას, უზრუნველყოს საიმედო და მაღალი ხარისხის მომსახურება ნებისმიერი მარშრუტის მიმართულებით, რაც ახალ საშუალებებს უხსნის ყაზახეთის მწარმოებლებს მსოფლიო ბაზარზე შესვლისთვის, აცხადებენ კომპანიაში. მთავრობის 7 თებერვლის განკარგულებით ЧПС ანაგი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან 3 თვით გათავისუფლდა, რისთვისაც სამშენებლო კომპანია ბიუჯეტში $260,022 გადაიხდის. განკარგულების მიხედვით კომპანიას უფლება მიეცა სამტრედის მუნიციპალიტეტში ეწერის ადმინისტრაციულ ერთეულში 199,350 კუბური მეტრი ქვიშახრეში მოიპოვოს. გადაწყვეტილება დასაბუთებულია სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების მოტივით. ამავე დროს განკარგულების მიხედვით ЧПС ანაკს ეკისრება ვალდებულება, რომლის მიხედვითაც კომპანიამ უნდა უზრუნველყოს საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი SIP მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო გეოსაინფორმაციო პაკეტით. SIP საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 26 დეკემბრის და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 21 დეკემბრის წერილებით განსაზღვრული პირობების შესრულება. მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნებისთვის, ასევე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლებისთვის ამ განკარგულების ძალას შესვლიდან 1 თვის ვადაში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს $260,022. კომპანიის მიერ პირობების შესრულების ზედამხედველობა მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოს ეკისრება, ამას გარდა წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან 2 კვირაში კომპანიამ სააგენტოს უნდა წარუდგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსების რაოდენობის თაობაზე. სამშენებლო პროცესების მონიტორინგი არ ხორციელდება, ამბობს ურბანული განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი ანა ბიბილაშვილი საქმის კურსთან ინტერვიუში და აცხადებს, რომ ამის გამო ხშირია ქალაქში საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის დაზიანება, რასაც ხშირად მასშტაბური ავარიებიც მოჰყვება, რომლის მაგალითიც არის გაზსადენი მილის და ზაფხულში მთავარი წყალსადენი მილის დაზიანება. მისი შეფასებით საკომუნიკაციო ქსელის არსებობის თაობაზე კომპანიები გაფრთხილებულები არიან სამშენებლო ნებართვის გაწევის პროცესში და აქვთ შესაბამისი მოთხოვნები, რომელიც ადგილზე უნდა იყოს დაცული, თუმცა ხშირად ეს პროცესი არ კონტროლდება, რაც იწვევს ცენტრალური საკომუნიკაციო მილების დაზიანებას. ბიბილაშვილის თქმით, პროცესში ერთ-ერთი მთავარი არის ის, რომ სამშენებლო უსაფრთხოების ნორმებისთვის დადგენილი მინიმალური ჯარიმა ქალაქებისთვის მიყენებულ რისკებს ვერ აბალანსებს. მისი შეფასებით ეს არ არის შემაკავებელი მექანიზმი. ბიბილაშვილი საუბრობს ინფრასტრუქტურის მარკირების მნიშვნელობაზე და ასევე ცენტრალური საკომუნიკაციო ქსელების უფერული არეალების მონიშნვის აუცილებლობაზეც. ერთი არის თქვათ, როდესაც მშენებლობის ნებართვის მიღების სტადიაზე სამშენებლო კომპანია გამოითხოვ შესაბამისი კომუნიკაციების კომპანიებისგან მოთხოვნებს და უფლებებს, რა ბუფერული ზონები უნდა დაიცვას, ანუ რამდენად ახლოს არ უნდა მივიდეს მილებთან და მეორე არის შემდეგ უკვე რა ხდება რეალობაში. კომპანია თვითონ გაზმომარაგების კომპანია იქნება თუ სხვა კომპანია ამ პროცესს არ აკონტროლებს. ანუ მონიტორინგი სამშენებლო პროცესებისა არ ხდება. თუ სამშენებლო კომპანია არის ამ დროს ის პირი, რომელმაც დააზიანა ესე თუ ის მილი, მას ეკისრება, რომ აღადგინოს, გამოასწოროს და ასე შემდეგ, მაგრამ ქალაქისთვის მიყენებულ ზიანზე არავითარი ჩანაწერი არ არსებობს. ანუ მსგავსი, ესე იგი, რაღაცა იმ მოცულობის სანქცია ჯარიმის სახით რა მოცულობის ზიანსაც ამ შემთხვევაში ქალაქი იღებს, ფაქტობრივად არ გვაქვს.
კომპანია ავერსი ფარმა თბილისში ვაჟა-ფშაველას გამზირზე რესპუბლიკური საავადმყოფოსა და ავერსის ცენტრალური კლინიკის მახლობლად ახალი კლინიკის მშენებლობას გეგმავს. თბილისის არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდის თანახმად, პროექტზე სამშენებლო ნებართვა უკვე გაცემულია უძრავი ქონების კომპანია ავერსი ფარმას საკუთრებაში. ახალი კლინიკა მოიცავს 14 მიწის ზედა და 4 მიწის ქვედა სართულს, ხოლო მისი საერთო ფართი შეადგენს 37671 კვადრატულ მეტრს. მშენებლობის პროცესი 42 თვეში უნდა დასრულდეს, საავადმყოფო აღჭურვილი იქნება სხვადასხვა სამედიცინო განყოფილებით, მათ შორის რადიაციული თერაპიის დეპარტამენტით, ბირთვული მედიცინის განყოფილებით, პალატებით, საკონფერენციო დარბაზებით, კაფეტერიით, აფთიაქით და ტექნიკური ფართებით. ახალი კლინიკის სიმაღლე 58.9 მეტრი იქნება. კომუნიკაციების კომისიამ საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევის მეორე ეტაპი დაიწყო, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ფიქსირებულ საცალო ბაზარზე ბიზნეს კომპანიებისთვის კორპორაციული შეთავაზებების სიღრმისეული შესწავლა. კვლევის მიზანია დადგინდეს თუ რამდენად ხელმისაწვდომია ფიქსირებულ ინტერნეტ კავშირზე არასტანდარტული მოთხოვნის მქონე იურიდიული პირი აბონენტებისთვის არსებული შეთავაზებები, ასევე შეფასდეს ბაზრის კონკურენტულობა და ევროპული პრაქტიკის შესაბამისად განისაზღვროს გამოვლენილი გამოწვევების გადაჭრის გზები. აღსანიშნავია, რომ კომპლექსური კვლევის პირველ ეტაპზე დაყრდნობით კომუნიკაციების კომისია მიიჩნია, რომ საქართველოში ფიქსირებული და მობილური კომუნიკაციების ბაზარი არაკონკურენტულია, ხოლო ამ ბაზარზე მაქტიკომი მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორს წარმოადგენს, რის გამოც კომკომმა მას ქსელზე დაშვების ვალდებულებები დააკისრა. მეორე ეტაპი ითვალისწინებს უმნიშვნელოვანეს ბაზრებს, ასევე მათ შორის ბიზნეს მომხმარებლებისთვის, ასევე დაშვების ინფრასტრუქტურის ბაზრებს. ეს მთლიანობაში შექმნის ძალიან მნიშვნელოვან სურათს ჩვენი მომხმარებლებისთვის, მთლიანად ციფრული სექტორის მომხმარებლებისთვის, იურიდიული და ფიზიკური პირი აბონენტებისთვის, როგორი უნდა იყოს ხელმისაწვდომი და ინოვაციური სერვისები, როგორ შეიძლება ხელი შეუწყოთ დარგის გაჯანსაღებას. და მეორე უმნიშვნელოვანესი ამოცანა, როგორც ადრე, არის ჰარმონიზება სატელეკომუნიკაციო ბაზრების სტრუქტურის. კომპლექსური კვლევის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ ვიწყებთ მეორე ეტაპს. კვლევა ორი ფარგლებში ვიმუშავებთ იმ გამოწვევებზე, რომელიც პირველმა კვლევამ გამოავლინა. მათ შორის შევისწავლით, როგორი არის იურიდიული აბონენტების ბაზარი ტელეკომ სექტორში. მნიშვნელოვანია, რომ პირველი და მეორე ეტაპების დასრულების შემდეგ იდენტიფიცირებული იქნება ტელეკომ ბაზარზე არსებული ყველა გამოწვევა და კომუნიკაციების კომისიას მიეცემა შესაძლებლობა შესაბამისად უპასუხოს არსებულ გამოწვევებს იმისთვის, რომ ტელეკომ ბაზარი გაჯანსაღდეს. მივესალმებით ევროპულ რეგულაციებთან თანხმედრაში მოყვანა ჩვენი დარგის რეგულაციების, განსაკუთრებით დღევანდელ დღეს ეს კიდევ უფრო აქტუალურია, რაღაც დასავლეთისკენ ნაბიჯები იდგმება და თანხმედრაში იქნება ჩვენი კანონმდებლობა. უბრალოდ იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ნაწილიც და ეს შესწავლა და ეს რეგულაცია, რაც დღეს გაგვაცნო კომისიამ, სწორედ აღსრულდება. ჩვენ უბრალოდ ცუდი გამოცდილება ყოველ შემთხვევაში ჩვენ გვჯერა, რომ კომისიამ გამოიყენა რეგულაციები, თუმცა შედეგი დადო არასწორი. 23 მარტს თბილისში ერთა ლიგის B დივიზიონში ადგილი შესანარჩუნებლად ერთმანეთს საქართველოსა და სომხეთის ნაკრებები უნდა დაუპირისპირდნენ, თუმცა ამ დრომდე ცნობილი არ იყო, თუ რომელი სტადიონი უმასპინძლებდა შეხვედრას, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი თუ დინამო არენა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა ბორის პაიჭაძის სახელობის არენასთან დაკავშირებული ინფორმაცია დაადასტურა, რომლის მიხედვითაც სტადიონის ხელახალი შესწავლის შედეგად მის უდიდეს ნაწილზე დასწრება შესაძლებელი იქნება. ახლახან დინამო არენა ხელმეორედ შეისწავლეს და დღეს სტადიონის პირველი იარუსის 1/13 გამოყენება არ შეგვიძლია, რაც არ უშლის ხელს UEFA-ს ზომებს და მატჩის დინამო არენაზე ჩატარების შესაძლებლობას, განაცხადა დავით მუჯირმა. მისივე ინფორმაციით დინამოზე დასწრება მხოლოდ პირველი იარუსის 6 სექტორზე იქნება ხელმიუწვდომელი, რაც დაახლოებით 4000 ადგილია. UEFA-ს ერთა ლიგის B დივიზიონში საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი მესამე ადგილზე 7 ქული დაასრულა. პირველ ადგილზე 11 ქულით ჩეხეთის, ხოლო მეორეზე 8 ქულით უკრაინის ნაკრებები გავიდნენ. შედეგად ჩვენს ნაკრებს B დივიზიონში ადგილი შესანარჩუნებლად 20 მარტს სომხეთში, ხოლო 23 მარტს თბილისში მოუწევს მატჩების ჩატარება. აზიის განვითარების ბანკი აზიისა და წყნარი ოკეანეის რეგიონში ეფექტურობის გასაზრდელად ოპერაციების გაფართოებას გეგმავს ADB-ს გეგმით. ADB-ს მიერ ნაკისრი წლიური დაფინანსების ვალდებულებები, რომელმაც 2024 წელს 24 მილიარდი დოლარი შეადგინა, 2034 წლისთვის 36 მილიარდ დოლარამდე უნდა გაიზარდოს. გაზრდილი დაფინანსება გააძლიერებს ADB-ს განვითარებადი წევრი ქვეყნების ზალისხმევას, გადაჭრან რეგიონის წინაშე არსებული განვითარების კრიტიკულად მნიშვნელოვანი პრიორიტეტები. გეგმა ითვალისწინებს ADB-ს სასესხო ვალდებულებების
მკვეთრ ზრდას მომდევნო 2-3 წელიწადში. კერძო სექტორის ოპერაციები დაჩქარებული ტემპით 10 წლის განმავლობაში 20-დან 27%-მდე გაიზრდება, ხოლო სახელმწიფოზე გაცემული სესხები ზომიერად გაფართოვდება და მისი პორტფელი უფრო დაბალანსებული და მრავალფეროვანი გახდება. ევროპლუსის ინფორმაციით ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ევროს ბანკნოტების განახლებული დიზაინის სიუჟეტები გაასაჯეროვა, რომლებიც მიმოქცევაში რამდენიმე წელიწადში შევა. ევროპის ცენტრალური ბანკის ინფორმაციით საკონსულტაციო ჯგუფმა მომავალი ბანკნოტებისთვის 7 შესაძლო თემის სია შეადგინა, ხოლო მოწოდებულ თემაზე ხმის მიცემა ევროპელებს თხოვეს. ყველაზე მეტი ხმა 2 თემამ მიიღო, სახელწოდებით ევროპული კულტურა და მდინარეები და ფრინველები. მდგრადობა მრავალფეროვნებაშია. ამჟამად ევროპის ცენტრალური ბანკი დიზაინის 2 ვარიანტს განიხილავს. პირველი ვარიანტის მიხედვით ბანკნოტებზე უნდა გამოისახოს ცნობილი პიროვნებები. მარია კალასი 5 ევრო, ბეთჰოვენი 10 ევროიან ბანკნოტზე, მარი კიური 20 ევროიანზე, სერვანტესი 50 ევრო, ლეონარდო და ვინჩი 100 ევრო და ბერტა ფონ ზუტნერი 200 ევრო. უკანა მხარეს გამოისახება სცენები კულტურული ცხოვრებიდან, როგორც არის ბიბლიოთეკა, ვიზიტორებით, ქუჩის ხელოვნების გამოსვლები და სიმღერების ფესტივალები. მეორე ვარიანტით ბანკნოტის წინა მხარეს გამოსახული იქნება ჩიტები და მდინარის პეიზაჟები. ეს პეიზაჟები განსხვავებით ფრინველებისგან სინამდვილეში არ არსებობს. უკანა მხარეს ევროკავშირის მნიშვნელოვან შენობებს, მათ შორის ევროპარლამენტს ასახავს. გამოკითხვაში 365,000 ევროპელმა მიიღო მონაწილეობა. ევროპის ცენტრალურმა ბანკმა დიზაინერები ევროკავშირის მთელი ტერიტორიიდან მიიწვია, რომ ახალი ბანკნოტებისთვის თავიანთი დიზაინი წარადგინოს. საუკეთესო ნამუშევრებს სპეციალური ჟიური შეარჩევს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას კვლავ ევროპის მაცხოვრებლები მიიღებენ, რა მიზნითაც კვლავ გამოკითხვა ჩატარდება. ყველა ეტაპის, მათ შორის კენჭისყრის დასრულება 2026 წლისთვის იგეგმება. სწორედ ამ დროს გახდება ცნობილი, როდის შევა ახალი ბანკნოტები მიმოქცევაში. ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუსის საკანონმდებლო ორგანოს ღირსეული და პატიოსანი ბიზნესმენების სიის შედგენა დაავალა, რომელიც იმ მეწარმეებს გაერთიანებს, რომლებიც კანონებს ზედმიწევნით იცავენ, გადასახადებს დროულად იხდიან და თანამშრომლებისთვის უსაფრთხო სამუშაო პირობებს ქმნიან. ლუკაშენკოს განცხადებით, ასეთი ბიზნესმენები სამაგალითოდ იქცევიან და მათი ქმედება დაფასებული უნდა იქნეს. ამიტომ ამ სიაში აღმოჩენილი ბიზნესმენები სახელმწიფო ინსპექციისგან გათავისუფლდებიან და სხვა შეღავათებით ისარგებლებენ. როგორც ბელარუსის ლიდერი ამბობს, სიაში შესული პირების საქმიანობა პერიოდულად გადამოწმდება და თუ მათი მხრიდან დარღვევები დაფიქსირდება, მაშინ სახელმწიფო შეღავათებიც გაუქმდება. უკანასკნელი ევროპელი დიქტატორის განცხადებით, ის ვინც წესებს იცავს, ბელარუსში დაფასებულია და ღირსეული ბიზნესმენების სია სწორედ ამის დასტური იქნება. ორი თვე გადის, რაც TBC-მ და საქართველოს ბანკმა ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, როგორც მოქალაქეების, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად 5 მილიონი ლარი გამოყვეს. BMG დაინტერესდა კონკრეტულად რა მიმართულებით იხარჯება 5 მილიონი ლარი და ამ დროისთვის რა თანხაა დარჩენილი. აღსანიშნავია, რომ ორივე ბანკს აღნიშნული ინფორმაცია საკუთარ ვებგვერდზე აქვს გამოქვეყნებული და როგორც ირკვევა, 5 მილიონი ლარიდან უკვე გადანაწილებულია 2,629,225 ლარი. შესაბამისად, დარჩენილია 2,370,775 ლარი. მაგალითად, 2 თვის განმავლობაში ნანუკას ფონდში, რომელიც ეხმარება სტუდენტებს, როგორც სწავლის, ასევე ქირის გადასახადს უნაზღაურებს, გადარიცხულია 375,000 ლარი. ფონდის მხარდამჭერია TBC, 2 სისტემური ბანკისგან. 400,000 ლარი გადაერიცხა ნიკა გილაურის Prosperity Georgias. ამ ფონდის საქმიანობა მოიცავს ფინანსურ, იურიდიულ და სამედიცინო ინიციატივებს. ორი ბანკის მიერ გამოყოფილი 5 მილიონიდან 400,000 ლარი გადაერიცხა ფონდში ერთმანეთისთვის, რომლის საქმიანობა მოიცავს ფინანსურ და იურიდიულ ინიციატივებს და ასე შემდეგ. ბანკების ვებგვერდზე ჯერ არასახულა, მაგრამ TBC ბანკის მიერ გამოყოფილი თანხიდან 304,000 ლარი გადაერიცხა თანამედროვე ხელოვნების ფონდს, რომელიც ეხმარება ტექნიკურ პერსონალს, მსახიობებს, მხატვრებს, რეჟისორებს, კომპოზიტორებს, მუსიკოსებს, რეგიონის თეატრების თანამშრომლებს და ასე შემდეგ. რაც შეეხება უშუალოდ ბიზნესების ხარდაჭერისკენ მიმართულ თანხებს, 200,000 ლარი გადაერიცხა მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციას, ფონდი ეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს და მისი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი. 322,088 ლარი TBC-ს და Ticket G-ს საერთო ინიციატივის ფარგლებში დეკემბრისთვის განმავლობაში დაგეგმილი და გაუქმებული ღონისძიებების ბილეთების საფასურის სრულად ჩაირიცხა თეატრებთან მათი და მსახიობების ხარდასაჭერად. უდაურში მდებარე კაფეს მთვრალი ალუბალი წელს 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემოსავლები 40%-მდე შემცირდა. ამის შესახებ BMG-თან კაფეს დამფუძნებელი მირანდა ესაკია ამბობს. მისივე ინფორმაციით, გარდა ქვეყანაში განვითარებული მოვლენებისა, გუდაურს უნალექობის პრობლემა ჰქონდა და არც გუდაურის მენეჯმენტს უზრუნია გათოვლიანების სისტემების ამუშავებაზე. შესაბამისად, სათხილამურო ტრასები კურორტზე არ იყო და ტურისტებიც თავს იკავებდნენ სტუმრობისგან.
2024 წლის ბოლოსთვის საქართველოში 811500 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი იყო, 3%-ით ნაკლები 2023 წელთან შედარებით. აქედან ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 398000 სულით განისაზღვრა, რაც წინა წელთან შედარებით 5%-ით ნაკლებია. ღორების რაოდენობა 129400 სული იყო, რაც 8.6%-ით შემცირებული მაჩვენებელია წლიურ ჭრილში. ფრინველის რიცხვმა კი 7.900.000 ფრთა შეადგინა, რაც 3.4%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. 2024 წლის რძის წარმოების წლიური მაჩვენებელი 570.700.000 ლიტრი იყო, რაც 2.3%-ით ჩამორჩება 2023 წლის შესაბამის მაჩვენებელს. ხორცის წარმოებამ 26500 ტონა შეადგინა, რაც 2023 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 7%-ით გაზრდილია. 2024 წელს ხორცის წლიურმა წარმოებამ 83700 ტონა შეადგინა, წინა წლის მაჩვენებელზე 6.3%-ით მეტი. გასული წლის მეოთხე კვარტალში კვერცხის წარმოება 169 მილიონი ცალი იყო, 4.3%-ით მეტი 2023 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. შარშან კვერცხის წლიურმა წარმოება 653.400.000 შეადგინა, რაც 2023 წელთან შედარებით 0.04%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. TNT გრუპის თანადამფუძნებელი დავით მესხი გასულ წელს აჯამებს და ამბობს, რომ სასტუმრო მანდეიმ 2024 წელს 72%-იანი დატვირთვით იმუშავა. ამის შესახებ მან BMG-თან ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ TNT გრუპი თბილისში 6 სასტუმროს მართავს, კერძოდ სასტუმრო მარგის, სასტუმრო გლადიუს ინ, სასტუმრო ზემელის, სასტუმრო მანდეის, სასტუმრო მაქმას, სასტუმრო მემუარი ყაზბეგს და მაქმასა და მემუარში მდებარე რესტორნებს. დავით მესხის ცნობით 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში სასტუმრო მანდეიმ 58%-იანი დატვირთვით იმუშავა, რაც სხვა სეზონებთან შედარებით არასეზონურ პერიოდისთვის დამახასიათებელი კლებაა. TNT გრუპის თანადამფუძნების მოლოდინით გაზაფხულზე მინიმუმ 50%-იანი დატვირთვა ექნებათ. მისი თქმით, ტენდენციურად მუშაობა მარტის 15 რიცხვიდან დაიწყება და ზრდის ტენდენცია შეინარჩუნებს.